მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მე წარმოვადგენი ქვეყნის ახალგაზრდობას, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა, ხოლო დღეს ავტორიტარიზმის ბნელ გზას დაადგა. ჩვენ დავიბადეთ თავისუფალ საქართველოში და არ დავნებდებით ავტორიტარიზმს. ჩვენი მომავალი ევროპაშია. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან სანიკიძემ ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის მე-15 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სანიკიძის თქმით, ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობის მიღება ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში იქნება ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ პარტიის წევრებისთვის, არამედ მთელი ქართული ახალგაზრდობისთვის. მე წარმოვადგენი ქვეყნის ახალგაზრდობას, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა, ხოლო დღეს ავტორიტარიზმის ბნელ გზას დაადგა. ეს ქვეყანა საქართველოა. ჩემი სამშობლო, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში და პუტინის გზისკენ ეკაჩება. ჩვენ, ვინც თავისუფალ საქართველოში დავიბადეთ, არასდროს შევეგუებით რუსეთის ბატონობას, არასდროს შეველევით თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს თქვენთან ერთად. განაცხადა ლევან სანიკიძემ. სანქციების გაფართოება ქართული ოცნებისთვის დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ბრიტანული სანქციები ყველაზე კრიტიკული იქნება. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირებაა და რეპარაცია ნაძარცვი ფულის გაბო, რომელიც რეჟიმმა ქართული ხალხის ჯიბიდან მოიპარა. ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ბუნებით არის კლეპტოკრატიული რეჟიმი, ოლიგარქია, რომელიც ფულს ინახავს ოფშორებში. ოფშორებში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ბრიტანული სანქციების გაფართოება ქართული ოცნებისთვის მძიმე დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ჩვენ ხედავთ შიდა დაპირისპირებას, რეპარაციას იმ ნაძარცვი ფულის გამო, რომელიც წლებია მოიპარა ამ რეჟიმმა ქართული ხალხის ჯიბიდან. გზაშია სანქციები, ბრიტანული სანქციები ყველაზე კრიტიკული და დამანგრეველი იქნება მათთვის, აღნიშნავს ფარულავა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის რიგით მე-15 კონგრესზე ოფიციალურად გახდა პირველი ქართული პოლიტიკური პარტია, რომელმაც ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთა ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და ათეულ ათასობით ახალგაზრდა ლიდერს. პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ლევან სანიკიძის განცხადებით, ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვებ გადგმული deep state-ის არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ანათქვამი, რითაც ეხმაურებიან 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას. ამასთან აღნიშნულია, რომ დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსლვას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო არენაზე მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება, ნათქვამია ინფორმაციაში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციულ სქემებს და მათ შორის აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორულ კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მოლავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება. მისი თქმით, ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა განიხილეს. დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრ გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა თხის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ყურადღება გამოხულდა ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს, ნათქვამია ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან. ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეთ უორდიმ ვიდეო მიმართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან, განაცხადა გარეთ უორდიმ. პარტია გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერის საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და ლელო ძლიერის საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 17-19 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში მეორე სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს. მედიის ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა უმასპინძლებენ. სასახლემ დაადასტურა, რომ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს სამთხიანი ვიზიტის დროს მეუღლე მელანია ტრამპთან ერთად ეწვევა. ღონისძიებების სრული პროგრამა ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ამ ტიპის ყველა ვიზიტის მსგავსად ის მოიცავს სრულ საზეიმო დახვედრას და სახელმწიფო ბანკეტს უინძორის ციხესიმაგრის წმინდა გიორგის დარბაზში. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად პრეზიდენტებს მეორე ვადის დროს სახელმწიფო ვიზიტს არ სთავაზობენ და მათ მონარქთან ჩაიზე ან სადილზე იწვევენ. ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტით 2019 წელს იმყოფებოდა, როდესაც მას დედოფალმა ელისაბედ მეორემ უმასპინძლა. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე იუწყება. თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. მრავალი თემაა განსახილველი, აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას მშვიდობა ძალის საშუალებით. ისტორიის მანძილზე ტარიფები არასდროს არავის დახმარებია რეალური ეკონომიკური პრობლემების ეფექტურ გადაჭრაში. ამის შესახებ ლიეტოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს სამართლიან ვაჭრობას, რომელიც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო შეთანხმებული წესებითა და რეგულაციებით. შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზედაც ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1 აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ტორე პაჩეკოში არეულობის გამო, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გარდიანი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით პოლიციის მნიშვნელოვანი რაოდენობის განლაგების მიუხედავად ქუჩებში ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები დადიან და უცხოური წარმოშობის ადამიანებს ეძებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მაგრამ აცხადებენ, რომ ძალადობის გამო სულ მცირე 1 ადამიანი დააკავეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 68 წლის მამაკაცმა ესპანურ მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის 3 ახალგაზრდამ ქუჩაში სცემა თავდასხმა გადაიღეს და სოციალურ მედიაში გაავრცელეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.